ჩვენ კი ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ კახა კალაძეს. მადლობა მინდა გადაუხადო თითეულ ამომრჩეველს, რომელმაც უკვე გამოგვიცხადა მხარდაჭერა. ამომრჩევლებს, რომელიც ჯერ არ მისულხართ საარჩევნო უბნებზე, მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ აქტიურობისკენ. თქვენს მიერ გამოცხადებული ნდობა არის გარანტია იმისა, რომ გაგრძელდება თბილისის განვითარება და მეტი სიკეთე შევა ჩვენი დედაქალაქის თითოეულ უბანში. მადლობა. ბატონ კახი, კითხავთ იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ახლა მიმდინარეობს ბურჯულაძის განცხადებას, ალბათ მოისმენთ თქვენ, რომ ხელისუფლება მათ გადაიბარეს და აპირებენ 6 ადამიანის თანამდებობის პირის გასამართლებას, თქვენ დაგასახელეს სხვები არიან, რას პასუხობთ მათ? არა, არ ვიცი ხა რა გიპასუხოთ, არ ვიცი. ჩვენ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვფიქრობდით ცირკის დაბრუნებას მუნიციპალიტეტისთვის, თუმცა მგონია, რომ აუცილებელია ფსიქიატრიულის აშენება დედაქალაქში. ეს არის ჩვენი პასუხი. პროცესების განვითარებას ელოდებით დღეს ისინი საუბრობენ ისე მშვიდობიან რევოლუციაზე, მშვიდობიან დამხობაზე. ძალიან მარტივია. შეკრების და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია. ნებისმიერ ადამიანს თუ დაჯგუფებას შეუძლია თავისი მოსაზრება გამოხატოს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, თუნდაც მიტინგის ფორმა მისაღებია, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. თუ კი ვინმე გაბედავს და გადადგავს კანონ საწინააღმდეგო ნაბიჯებს, ამას რა თქმა უნდა სახელმწიფოს მხრიდან, შესაბამისი უწყებების მხრიდან მოყვება რეაგირება კანონის ფარგლებში. თუმცა ბატონ კახი, ასეთი ნაბიჯები შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად დაანოს და რამდენიმე წუთის წინ, მაგალითად კონკრეტულ სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებზე ამბობენ, რომ უნდა დაიკავონ ეს შენობები. კიდევ ერთხელ, ასეთ გზავნილებზე თქვენ ამბობთ, რომ ვინც კანონს გადაცდება, მიიღებს შესაბამის პასუხს, თუმცა ალბათ ეს არ არის კანონიერი ასეთი ანონსი, ხომ? ამაზე რას გვეტყვით? ყველა ქმედებას მოყვება რეაგირება. ქვეყანაში გვექნება მშვიდობა, ქვეყანაში იქნება სიმშვიდე. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის პასუხი არის ის, რომ ხალხი მივიდა არჩევნებზე, გამოხატა მისი მხარდაჭერა, თანადგომა ქართული ოცნების მიმართ. ეს არის პასუხი ქართველი ხალხის მხრიდან და პასუხი ისიც, თუნდაც რა რაოდენობა არის შეკრებილი დღეს თავისუფლებას. რა რაოდენობაა თქვენთვის ეს? თვითონ ამბობენ, რომ ეს არის ქართველი ხალხი. არა, ცხადია ქართველი ხალხია, მაგრამ მათ და სამწუხაროდ ისინი არიან ძალიან დიდ უმცირესობაში. უმცირესობის უმცირესობაში არიან. ბატონო კახი, მოგესალმებით, კესო კაფეინზე რუსთავი არის. დღეს გავიგეთ, რომ ლელო დატოვეს პარტიის წევრებმა, ამ დროისთვის 5 არის, როგორც ვიცი. ასევე გახარიას სიის პირველმა ნომერმა სამცხე-ჯავახეთში დატოვა პარტია. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსებით გავიგეთ, ისინი ემიჯნებიან ძალადობას და როგორც ერთ-ერთს ეწერა, ჩვენს პარტიას არეულობის იმედი უფრო აქვს, ვიდრე არჩევნებისო. რას ნიშნავს და რატომ ხდება მათი პარტიებიდან ამ პარტიის წევრების გადინება? მგონია, რომ ყველაფერი ცხადი და ნათელია, ხო? ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას უნდა მშვიდობა ქვეყანაში, უნდა სიმშვიდე და უნდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. შეიძლება ვიღაცას გქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, იყოს სხვა პარტიის წარმომადგენელი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ემხრობოდეს ძალადობას, დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩვას და ასე შემდეგ. შესაბამისად, სტატუსები და მესიჯები, რომელიც მოვისმინეთ ამ ადამიანების მხრიდან, აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ არანაირი სურვილი არ აქვთ აღმოჩნდნენ იმ მოძალადეების გვერდით, რასაც ჩვენ დღეს ვისმენთ განცხადებების სახით. ერთ დავაზუსტებ ბატონ კახი, უშუალოდ ოპოზიციის ლიდერებმა, ვინც ეს განცხადებები გააკეთეს, იციან, რომ პასუხისმგებლობის ტვირთი შეიძლება იყოს მათზე, ხომ? ის, რასაც ამბობენ, რომ უნდა იყოს პრეზიდენტის რეზიდენცია და ასე შემდეგ, ეს არის უთუარად კანონდარღვევა. რატომ მიდიან ასეთ დაპირისპირებაზე სახელმწიფოსთან? არ ვიცი, ეს მათ უნდა კითხოთ, მათი გადასაწყვეტია, მათი ნება, ვინ რას ირჩევს, თუ ვინმეს უნდა გამოცადოს სახელმწიფოს ძალა, ესეც რა თქმა უნდა მათი უფლებაა და არავინ არ ზღუდავს ამაზე. თუმცა, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ ტიპის ქმედებებს მოყვება ძალიან მკაცრი რეაგირება ცხადია კანონის ფარგლებში. ერთსაც კითხავთ
საუბრობდა დღეს პარლამენტის თავმჯდომარე და დეზინფორმაციის კამპანიაზე. სხვადასხვა მაგალითები იყო, რომელსაც თავად გასცა პასუხი. რას ემსახურება ეს და რას ნიშნავს მთელი დღის განმავლობაში მსგავსი საინფორმაციო თავდასხმა? ანუ არჩევნების დროს, არჩევნების კამპანიის დროს, არჩევნების დღეს ეს არ ახალია და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მუდმივად მიმდინარეობს ამ ტიპის სპეკულაციები არჩევნებთან დაკავშირებით. არანაირი სიმართლე, ყველაფერი ტყუილი, ყველაფერი ცილისამება და პირველი შემთხვევა არ არის. წინ არჩევნები და არჩევნებსაც თუ გავიხსენებთ, ყველა ძალიან კარგად გვახსოვს, რამდენი ტყუილი და რამდენი ცრუ ინფორმაცია იქნა გაჟღერებული. თუმცა ჩვენ ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებას ყველა ფაქტზე კონდეს სწორი პასუხი და რეალობა იცოდეს თუ რა არის. ერთსაც გითხავთ უშუალოდ თქვენს ნაწილთან მიმართებაში, თქვენ ამბობთ, რომ 70%-ზე მეტი მხარდაჭერა გექნებათ, ანუ იქნებით დედაქალაქის მერი ისევ. რა იქნება თქვენი მთავარი საქმიანობა უკვე ხვალინდელი დღიდან? ხომ რაც მხარდაჭერაზე როდესაც საუბრობ, ელოდოს დედაქალაქის ამომრჩეველი, რა იქნება ახალი თქვენ საქმიანობაში? როდესაც მხარდაჭერაზე ვსაუბრობ, მე გეუბნებით თქვენ ჩვენი საარჩევნო შტაბების მონაცემებს. ცხადია, ჯერ კიდევ არის დრო, 8-ზე თავდება ხმის მიცემის პროცესი. რაც შეეხება მხარდაჭერას, მე ამ მხარდაჭერას ვგრძნობდი მთელი კამპანიის განმავლობაში და არა მხოლოდ კამპანიის. 8 წელი მერი ვარ და დღემდე არ გამიწყვეტია ურთიერთობა დედაქალაქის მოსახლეობასთან. ყოველთვის სხვადასხვა პლატფორმებით თუ უშუალო შეხვედრებით ვესაუბრებით თბილისში მცხოვრებ ადამიანებს სხვადასხვა პროექტებზე, საომავლო გეგმებზე, გამოწვევებზეც და პრობლემებზეც არ გვიჭირს ამაზე საუბარი. მე ძალიან აქტიური საარჩევნო კამპანია ჩავატარე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად. ერთადერთი პოლიტიკური გუნდი ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო იყო, ვისაც ჰქონდა კონკრეტული ხედვა, კონკრეტული პროექტებით თუ რა უნდა გაკეთდეს მომდევნო 4 წლის განმავლობაში დედაქალაქში და როგორ უპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც აწუხებს თბილისელებს. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ქალაქის აღმშენებლობას, განვითარებას, გავაგრძელებთ ყველა იმ პროექტის განხორციელებას, რომელიც დაწყებული გვაქვს, ჯერ არ დამთავრებულა. უამრავი სიახლეები დავაანონსეთ, რაც სასწაულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იქნება გაგრძელებული. მადლობა. ბატონო კახა, დაგისვამთ ჩვენს შეკითხვებს, გვაქვს კითხვები. ახლა გავრცელდა ინფორმაცია და აი ამაზე გვინდა თქვენი კომენტარი, რომ შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი თამარ წალიაშვილი დაიბარეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში და გამოხატეს ღრმა შეშფოთება თქვენი ლიდერების განცხადებების გამო. კონკრეტულად ეს შეშფოთება დაკავშირებულია მამუკა მდინარაძის ცნობილ განცხადებასთან ტაილანდიდან რევოლუციის დაფინანსების შესახებ გახსოვთ ალბათ. და ვინ ასაჯაროებს ამ ინფორმაციას? ამ რადიო თავისუფლება ავრცელებს ამ ინფორმაციას დადასტურებულია ამერიკის შეერთებული ნახეთ მათი წყარო არის შეერთებული შტატების საელჩოს სპიკერი საქართველოში. ნახეთ, თქვენ ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევები გაგივრცელებთ ისეთ ინფორმაცია, რომელიც საერთოდ სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ასე რომ მე აღნიშნულ განცხადებას არ ვიცნობ, არ წამეკითხავს, არ გაცნობივარ. შესაძლებელია, თქვენ ფორმულას წარმოადგენთ? ფორმულას წარმოადგენს ძალიან დიდი ალბათობა, რომ ეს იყოს არასწორი ინფორმაცია.